იცოდით, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. ზოგი, ვინც ახალ წელს ბილეთით ხელში ხვდება, ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. ფრინდება 2026-ში და ბრუნდება 2025-ში. ეს ჯადოსნური მოვლენა ხდება, როდესაც მოგზაურობის განრიგი დროის სარტყელებსა და საერთაშორისო თარიღის ხაზს კვეთს. წელს 14 მოგზაურობა იყო დაგეგმილი უკან დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი 2026 წლის 1 იანვარს აფრინდა და 2025 წლის 31 დეკემბერს დაეშვა. ასეთი რამ შესაძლებელია წყნარი ოკეანის გადაკვეთის მარშრუტებზე. საერთაშორისო თარიღის ხაზი უხილავი საზღვარია, რომელიც დაახლოებით წყნარი ოკეანის 114 მერიდიანის გასწვრივ მდებარეობს, სადაც კალენდარი მთელი დღით გადაინაცვლებს. აღმოსავლეთში გადაფრენისას შეგიძლიათ წინა თარიღში ჩახვიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრენის დრო სრულიად ნორმალურია. ეს ნიშნავს, რომ კალენდარში წარსულში მოგზაურობა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დღეს სწორი მარშრუტის გათვალისწინებით. თუმცა ახალი წლის ღამე ერთადერთი ღამეა, როდესაც კალენდარის ეს გადახვევა შესაძლებელია წლის გადახვევადაც იქცეს. ახალ წელს გაფრინდა და ძველ წელს დაეშვა. სამოაში კი ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ, რადგან ყველაზე საუკეთესო დროის სარტყელი სამოასა და ამერიკულ სამოას შორის არის, რომლებიც საერთაშორისო თარიღის გამყოფი ხაზის მოპირდაპირე მხარეებზე მდებარეობენ. 1 იანვარს აპაი-ფაგოდან პაგო-პაგოში დაგეგმილი რამდენიმე რეისი იყო, რომელიც 31 დეკემბერს დაეშვა. თუ კი ახალი წლის დღესასწაული არ გიყვარს, მაშინ საპირისპირო მიმართულებით უნდა გაფრინდა. ფრენა პაგო-პაგოდან 31 დეკემბერს გადის და 1 იანვარს აპაიში დაეშვება. აი ატლანტიდან კორეაში გადაფრენისას კი საერთოდ 2 დღეს დაკარგავ. 31 დეკემბერს აფრენილი 2 იანვარს მიაღწევს ქალაქს და ეს მხოლოდ 6 საათში. ახლა კი, ვისაც გიყვართ ახალი წელი, ისევ გილოცავთ, გამოიწერეთ არხი და მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით.